2 or 3 microphones. The sound does not fade. Our blendcast begins. It begins. Welcome to Blendcast. მე ვარ თინათინი, დავიწყებთ მოგზაურობას დროში, იდეებში, გამოცდილებაში და ყველაფერში, რაც გვიყვარს, გვაინტერესებს და გვაერთიანებს. მოგზაურობას, რომელიც ჩემთვის ძალიან პირადულია და განსაკუთრებულია. მე ვარ ვალერი. Welcome to Blendcast. Blendcast არის სივრცე, სადაც ერთიანდება ქვეყნები და კულტურა, იდეები და რა თქმა უნდა ვისკი. Blendcast-ში ხშირად გვეყოლება სტუმრები. გადაცემა გავა კვირაში ერთხელ. გვექნება საინტერესო ინტერაქტივები, ნებისმიერ კითხვა, რაც გექნებათ, შეგიძლიათ მოგწეროთ და ჩვენ შესაბამისად მე და ვალერი განსაკუთრებით გიპასუხებთ კითხვებზე. გადაცემა გავა როგორც სოციალურ ქსელებში, YouTube-ზე, ასევე რადიოთიც. და აგრეთვე Spotify-ზე. ხო, ეგ დამავიწყდა, რომ მე თქვა აუცილებელია. ცოტა უდენ რამეს მოყვები ვისკთან გამოცდილებას ჩემს შესახებ. რა სიტყვი? მოგვიყევი, როგორ იყო შენი პირველი შეხება ვისკთან? თავდაპირველად ჩემთვის ვისკი არ იყო უბრალოდ სასმელი, ეს იყო რაღაცა ჩემთვის მიუღებელი, ესე ვთქვათ, რატო სვამს ეს ხალხი ამ სასმელს, რომელსაც ბავშვობაში ანთებული ჭიაკოკონის ჭიაკოკონების დროს გამოვნაბოლქვის სუნი თუ რაღაც დამწვარი საბურავის გემო ქონდა. ვერ ვიგებდი რატო უნდა დაგელია მსგავსი რამე, მაგრამ ესე არ ყოფილა დრო გავიდა, ვალერის შევხვდი, გამოცდილება გაიზარდა და მივხვდი, რომ დრო იყო, რომ ნორმალური ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი სიხარული, როცა ვისკი ჩვენი საერთო ისტორიის ნაწილი გახდა. დავდიოდით ძალიან ბევრ დეგუსტაციებზე, გამოფენებზე, ფესტივალებზე, ხედავდით ადამიანებს, რომლებსაც ეს ანთებული თვალები ჰქონდათ, ეს ადამიანები საერთოდ არ იცნობდნენ ერთმანეთს, მაგრამ მათთვის საერთო ენა იყო ვისკი. ისინი საუბრობდნენ ვისკის კულტურაზე, მათ ფილოსოფიაზე, იდეებზე თუ რატო, ხანგრძლივობაზე, ხანდაზმულობაზე, როგორ იყო ეს ვისკი და მივხვდი, რომ ამ ადამიანებს ჰქონდათ რაღაცა საერთო და ეს რაღაცა გადმოვიდა ჩვენთანაც და ეს საერთო იყო ვისკი და მალევე იყო გრაცი, ავსტრია, გრაცის ფესტივალი. მაგრამ მანამ გრაცის ფესტივალზე გადავიდეთ, ერთ ჩემს გამოცდილებას მოვყვები, როგორც თქვი, ეს იმასთან, რა ქვია, ტორფთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ესეთი მოგზაურობა გქონდა ხშირად მოგზაურობთ მე და ვალერი როგორც მოგახსენეთ და ერთ-ერთი ჩვენი ესეთი მოგზაურობის დროს სად ვიყავით ბუდაპეშტში ვიყავით ხო? ბუდაპეშტში მოგზაურობის დროს ვალერი არის ერთ-ერთი კარგი ვისკის ბარი, ვინც მოხვდებით ბუდაპეშტში, Good Spirit Bar, ესე ქვია, არის მაღაზია, ძალიან კარგი მაღაზია ვისკის და ასევე აქვს ბარი. საღამოს მაღაზია, როდესაც იკეტება, იწყებს ფუნქციონირებას ბარი. და ვალერიმ გადაწყვიტა, რომ რა თქმა უნდა, იქ დაეგემოვნებინა თუ რამე გააჩნდა და ეს საწყალი ბარმენი არ მოვიწყდება. გადიოდა მეორე, მესამე სართულზე. ეს იყო რაღაც ლეველებზე, მინიმუმ 10 მეტრა იყო მიჭერის სიმაღლე, სადაც ესეთი საფეხურებიან კიბეს ამაგრებდნენ და ვალერიმ ჩამოწერა, რომ უნდა დაეგემოვნებინა რამდენიმე დაახლოებით 10 თუ 12 სხვადასხვა სახეობის ვისკი იყო. აუყურებდი ამ ადამიანს, ხანსა დადიოდა, ჩამოდიოდა, მე ასაკეთებს, რატო აკეთებს, საინტერესო ამასობაში მომწყინდა ამ ცალკე ბარმენის ყურება, ცალკე ლოდინი და ბართან მივედი, ვთხოვე ბარმენს, რომ ჩემთვის რამე კოქტეილი მოემზადებინა და ვკითხა, როგორი კოქტეილის მიერთმევთო. ერთადერთი რაც ვიცოდი, რომ არ მომინდებოდა, იყო ფითით, ანუ შებოლილი, ოღონდ შებოლილი არ იყოს, დანარჩენს ყველაფერს მივიღებ, ვეუბნები და გავიგე, თან ესე დარწმუნებთ, კი, გასაგებიოთ. მეც ესე წყლანად დავჯექი ჩემს ადგილს და ველოდები ახლა რომ მე მომიტანს რაღაცა ლამაზ განსაკუთრებულ კოქტეილს და მართლაც ეს შემოტანის პროცესი იყო საოცარი. მოდის ეს ლამაზი კოქტეილი ბოლებით რაღაცებით და ბოლიას დიოდა. ბოლიას და მომიტანეს დავდე და რას ხედავ. ესე იგი
იმის გარდა რომ გემოთი მარტო შებოლილის გემო ქონდა, თან ჰამონი ქონდა, ესე გაფორმებით თავი და ვიფიქრე ვარდია რომ დავაკვირდი, ჰამონი იყო შიგ ჩადებული და ეს იყო ჩემი პირველი გამოცდილება, ასე ვთქვათ, უნდა არა, უნდა ეხა ხო არ დავტოვდი, უნდა გავსინჯო და რომ დავლიე კოქტეილი, რომელსაც ქონდა ესეთი შებოლილი ვისკის გემო, აი საოცარი იყო და მე მგონი იქ იყო რა პირველი ცნობიერება შემეცვალა, არა, მგონი ფითით უკეთესია ვიდრე non-fitted whisky. მე იყო გრაცი მოყევება, გრაცზე როგორ იყო? შემდეგ ხო. მე იყო გრაცში გუჯამ გააჟღერა იდეა, რომ საქართველოში გაგვეკეთებინა ვისკის ფესტივალი. და ეს იყო სწორ დროს, სწორ ადგილას ნათქვამი სიტყვა, საიდანაც დაიწყო ყველაფერი და ძალიან მალე ალბათ რამოდენიმე თვეში, ალბათ მაქსიმუმ 4-5 თვეში ყველაფერი დაორგანიზდა და თბილისში პირველად გაიმართა ესეთი გრანდიოზული ვისკის ფესტივალი. მაგრამ იდეა უკვე ჰარში ტრიალებდა და უბრალოდ საჭირო იყო ადამიანი, ვინც იტყოდა, რომ კი, ამას გავაკეთებო და ეს ადამიანი აღუჩნდი მე. გრაცში მარტო ჩვენ არ დავდივართ, ჩვენთან ერთად ძალიან ბევრი ჩვენი მეგობარი მოდის და იყო ესეთი კითხვები რა ვისკი საქართველოში ვისკის ფესტივალი ცოტა ადრე ხო არ არის ჩვენ ერთმანეთ შევხედეთ და ვთქვით არა უნდა ვცადოთ და ეს ნამდვილად იყო სწორი დრო იყო ზუსტად არჩეული იმიტომ რომ შესაბამისად პირველმა ფესტივალმა აჩვენა კიდევაც რომ სწორი დრო იყო არჩეული მიუხედავად იმისა რომ პირველი ფესტივალი ჩატარდა პირველად ერთ პავილიონში ეს იყო ექსპო ჯორჯიას მესამე პავილიონი აი ჩემი არ დამავიწყდება ჩემი რეაქცია დაიწყო ფესტივალი და უცებ მოვიხედე მჭირდება ვალერი სად არის ვალერი ვეძახი და არ ჩანს არსად ვალერი ხალხი უკვე შემოსვლა დაიწყეს და ვერ შემოდის ეს ხალხი ხელა ტრაფიკის იყო რიგი იყო და ვალერი დაახლოებით 2 საათი ვერ შეძლო მოსულიყო ჩვენ სტენდამდე იმდენი ადამიანი მოვიდა და მაშინ ვთქვით რომ კი ვისკის ფესტივალი შედგა და აი ზუსტად ის რაღაც ქვეცნობიერად ცოტას რო გაქროს რა ვისკის ფესტივალი საქართველოში ვთქვით რომ კი დრო იყო და ძალიან კარგი იყო რომ გავაკეთეთ. მოკლედ ჩვენ გვაქვს Blendcast-ს აქვს ესეთი მიმართულება, ესე ვთქვათ, საინტერესო ისტორიებს მოყვება ყოველთვის ჩვენი სტუმარი. გარდა იმისა, რომ ჩვენ რაღაც სხვადასხვა კითხვებს დავუსვამთ, ესე იქნება ბლიც კითხვები და ასე შემდეგ მისი გამოცდილებაზე ისაუბრებს, ვთხოვთ ადამიანს, რომ მოყვეს რამე განსაკუთრებული ისტორია და ერთ-ერთი ესეთი ისტორიას ვთხოვ ვალერის, რომ მოყვეს. რა ისტორიას მომიყვები ვალერი? ან ისეთი ისტორია, რაც ერთად გადაგხვდა თან ერთად ვისაუბრებთ და მსმენელსაც იქნება დაინტერესოს. განსაკუთრებული უნდა იყოს. განსაკუთრებული და ამაზე განსაკუთრებული არაფერი შეიძლება იყოს. 2025 წლის პარიზის ლაივზე ვიმყოფებოდით მე და თინათინი და პირადად ტიერი ბენიტამ Maison du Whisky-ს CEO-მ და ამ ფესტივალის დამფუძნებელმა მოგვიწვია სპეციალურ დეგუსტაციაზე. ჯერ არც ვიცოდით სად გვიწევდა, მოსაწვევები გადმოგცა, რო წავიკითხე, კი მივხვდი უკვე სად უნდა აღმოჩენილიყავით მეორე დღეს. ეს ტარდებოდა ფესტივალის დახურვის დროს და ჩვენ აღმოჩნდით გორდონი მაფაილის 85 წლიანი დაძველების გლენლივეტის დეგუსტაციაზე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დაძველებული ვისკია ამ დროისთვის. ყველაზე გარდამტეხი მომენტი ჩვენს ისტორიაში, ესე ვთქვათ, არა? ჯერჯერობით რაც ვისკისთან რაც შეხება გქონია. სულ მსოფლიოდან 100 ადამიანი ესწრებოდა ამ დეგუსტაციას და მე ვამაყობ რომ მსოფლიოში 100 ადამიანიდან საქართველოსდან ორნი ვიყავით მე და თინათინი. გავსინჯეთ რაღაც განსაკუთრებული ვისკები სხვადასხვა ამ თავარ დეგუსტაციამდე და ბოლოს დავაგემოვნეთ ეს 85 წლის დაძველების ვისკი, რომელიც იმ დროს ოფიციალურად ჯერ არავის არ აგემოვნებინებდნენ, მაგრამ ეს იყო დახურული შეხვედრა და ზუსტად 1 კვირის მერე 2 ოქტომბერს იყო ოფიციალური წარდგენა ვისკის, როცა წარადგინეს და ოფიციალურად მსოფლიო საზოგადოება ნახა დეკანტერი. ჩვენი შეხვედრის აკრძალული იყო ვიდეო გადაღება შეუძლებელი იყო, რომ კადრები არ გასულიყო ამ დეკანტერის. დეკანტერი შეიქმნა სპეციალურად ამ ვისკისთვის ამერიკაში და პირველი დეკანტერი ნომერი 1-იც აუქციონზე, ქრისტის აუქციონზე გაყიდას და გაიყიდა $200,000. ეს მთლიანი თანხა წავიდა
ორგანიზაციაში, საქველმოქმედო ორგანიზაციაში, რომელიც იცავს ამერიკის ტყეებს და განსაკუთრებით ამერიკული მუხის ტყეებს, რომლიდანაც შემდგომში მე კი იცით მზადდება ამერიკული მუხის კასრები, სადაც ვარგდება ბურბონი და ის ბურბონ გამონავალი კასრები შემდეგ მოდის შოტლანდიაში და ჩვენი საყვარელი სკოჩი ვარგდება მერე ამ კასრებში. ძალიან საინტერესოა ამის მოსმენა მომგენი მსმენელისთვისაც და ჩემთვის ძალიან საამაყო და მაშინ მივხვდი რომ ეს იყო ეს არ არის მხოლოდ სასმელი, ვისკი არ არის მხოლოდ სასმელი, ეს არის დრო, ეს არის ისტორია, არის პასუხისმგებლობა. როცა ფესტივალზე ვარ და სცენიდან უყურებ ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთს ხვდებიან, რომლებიც საერთოდ არ იცნობენ ერთმანეთს, მაგრამ ერთმანეთთან სასაუბრო თემა აქვთ, ეს არის ვისკი, ეს არის კულტურა და მე ძალიან მიხარია ამ ყველაფრის დანახვა. ერთ ენაზე საუბრობენ. ფესტივალი აერთიანებს ვისკის ენთუზიასტებს, ვისკის მოყვარულებს, იმპორტიორებს, ქართულ დისტილერიებს და ეს ყველა ადამიანი ერთად ზეიმობს, ეს ორდღიანი ზეიმია, რომელიც სიამოვნებას, დიდ სიამოვნებას გვანიჭებს ყველას. ეს იყო ჩვენი მცირეოდენი ისტორია ჩვენს შესახებ, ჩვენი Blendcast-ის ესე ვთქვათ იდეის შესახებ, ჩვენი ფესტივალზე შემდგომ ეპიზოდებში კიდევ ბევრს ვისაუბრებთ. ეს არის ჩვენი ეპიზოდის პირველი ნაწილი, მეორე ნაწილში ჩვენ სტუმართან, განსაკუთრებულ სტუმართან ერთად დავბრუნდებით და სტუმარი იქნება დავით ველიჯანაშვილი, მსახიობი და ვისკის ფესტივალის უცვლელი წამყვანი. ეს იყო ისტორია ჩვენ შესახებ, ფესტივალის შესახებ, Blendcast-ის იდეის შესახებ. ჩვენ რამოდენიმე წუთში დაგიბრუნდებით ჩვენი ეპიზოდის პირველი ეპიზოდის მეორე ნაწილში და გავაგრძელებთ საუბრებს იმ ყველაფერზე, რაც გვიყვარს, გვაერთიანებს და გვაძლიერებს. და ამბებზე, რომლებიც ბოთლში ვერ ეტევა. გიბრუნდებით სტუმართან ერთად. წარმოგიდგენ ჩვენ სტუმარს, დავით ველიჯანაშვილს, მსახიობს და თბილისის ვისკის ფესტივალის უცვლელ წამყვანს. რამხელა პასუხისმგებლობა მაქვს. გამარჯობა მეგობრებო, ჩვენ თქვენს მაყურებლებს მესალმები, ახლა მე გვიყურებთ, გამოწერეთ არ დაგავიწყეთ YouTube-ში ეგეთი წესი. ხო და პლუს კიდე პირველი სტუმარი ვარ თქვენ და მე ამ ტექსტით და ამ სიტყვებით და ამ სურვილებით უნდა დავიწყო ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ მინდა რომ თქვენთან საუბარი Blendcast-ის სივრცე იყოს ყოველთვის საინტერესო ხალხისთვის და ბევრი მიმდევარი ყავდეთ, რომ რაც უფრო ბევრი ყავთ მიმდევარი, მით უფრო დიდ პასუხისმგებლობას იღებთ, მაგრამ პასუხისმგებლობის აღებით თქვენ არ გეშინიათ, თქვენ ხართ ის ხალხი, კიდევ ერთხელ თუ ვინმე პირველად ხედავთ იმათაც ვეთქვი, ადამიანები, რომლებიც როცა აიღებენ რაღაც მიზანს, ზედმიწევნით ბოლომდე ასრულებენ ხოლმე უმაღლეს დონეზე. ეს გამოჩნდა ბევრ საქმეში, განსაკუთრებით ვისკის ფესტივალის ამბავშიც და მე კი ვიტვირთებ ამ პასუხისმგებლობას პირველი სტუმრობისა, მადლობა რომ მენდეთ და მომიწვიეთ და მადლობა შენ სტუმრობისათვის. მეკნება. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ. არ იყოს ხო, თქვენც კარგად იცით ეს საქმე, თათ ჩემ ფეხის იმედიც არ იქნებით, ამის იმედიც მაქვს ხო. როგორც არის იქ. მადლობა. გადავალ ერთ-ერთ შეკითხვაზე, ყველაზე მთავარი, რაც მაინტერესებს, თქვენი პირველი შეხედვა ვისკთან. ვისკისთან ესეთ აი პირველი ვისკი არავის არ ახსოვს, არ მგონი რა დალია, მაგრამ პირველი ემოცია ახსოვს. აი ლამაზად მოგვიყვება. ხო და მაგას პირველი ემოცია გვახსოვს, აი როცა ემოციური იყო, თორე ისე რაღაც გადავკარე რაღაცას მელი არ დამამახსოვრდა, ეგ ყველას ეგრე აქვს, მაგრამ როცა რაღაცა მოგწონს და გაინტერესებს და მე ძიებას იწყება და მე შენი ჰობი ხდება, იქ ემოციებით გამახსოვრდება ყველაფერი და არა უბრალოდ რაღაც ყლუპებით, რაც არ უნდა კარგი ყლუპი იყოს. საუკეთესო ყლუპი არ გემოები და რაღაცები არაფერი
არაფერი არ არის თუ იმას რაღაც ემოციები არ ახლავს. ან იმ კლუბს მოაქვს ემოციები, რომელიც შენ მანამდე შეემზადე, აი შენ ბოლო იხსნები და ელოდები რომ რაღაც ემოციები უნდა მიიღო და უკვე წარმოსახვაში გაქვს რა, უკვე შექმნილი გაქვს შენ რაღაც გამზადებული ბაზა ემოციების. რა თქმა უნდა ის დრო და ადგილი. ხო, თავისთავად ცხადია. დრო და ადგილი და ხალხი, ადამიანები. ადამიანები არის ძალიან მთავარი. ამას ჩვენ დაუბრუნდებით მე აუცილებლად. ფესტივალის ერთ-ერთი მაგარი დამსახურება ის ადამიანებს კრებს ერთად. ის ადამიანები ცალ-ცალკე ჩვენ ვიდრე ცვამენ ვისკის სახში და მანამდე ცვამდნენ და მერეც დალებენ, მაგრამ აი ფესტივალი აერთიანებს რაღაცა საზოგადოებას, მე როცა ფესტივალს გადავთ, მე ვილაპარაკოთ მაგაზე, ახლა ვჭერდები. ხო და ახლა იმიტომ ვთქვი რომ უბრალოდ ის ემოციებით გამახსოვდება ეს ყველაფერი და ალბათ ჰობისაც ადამიანი იმიტომ ირჩევს რომ ჰობი რა არის? ნუ რაღაცას ავირჩეთ, მოდი ნუ ამით გავერთობი, მაგრამ არა ხო არა ირჩევს ადამიანი რაც არ უყვარს იმათ ჰოკეის ყურება ჩემი ჰობი არ არის მაგალითად სიტყვაზე ვამბობ რა ვიცი. როგორ ფიქრობ, რამდენად მოდურია დღეს ვისკი? მოდური ხდება უფრო, მაგრამ ეს ცოტა ცელი. რეალური ცოდნა აქვს. ცელი ამბავია მაგაზე მოდურობაზე. მოყვები აუცილებლად ხო და ემოციებს რაც შეეხება პირველი რაც მე ემოცია მომგვარა და სხვათა შორის არ იყო ვა ეს რა კარგია საერთოდ არ იყო ეგეთი ემოცია დედა ღმერთო ჩემო ეს რა უბედურებაა აი ზუსტად ეგ იყო ჩემი იმიტომ რომ რატომ მოწონთ ესეთი აი ვიტყვი ახლა ოღონდ რა იყო ეს პირველი საუბრე მაგაზე ზუსტად რასაც მე ყველას ვეუბნები რომ ეს არ ქნათ ხალხო ის ვქენი ოღონდ ჩემი დამსახურება არ იყო მეგობარი მოვიდა ჩემთან სტუმრად და მომიტანა მანამდე რომ ერთი ორი ყლუპით რაღაცა ვიტკბილი ვისკები მაგასინჯური სპირტიანი ვისკები რაღაცა ვისკები საშუალო ხარისხები და დაბლები მომიტანა 10 წლიანი ლაფროიგი პირველი თუ ლაფრო გასინჯებაში დაუყურებ აი იგივე იყო ჩემში რაღაც ეს ხდება პატარა არაყი მაქვს ბევრი დალევა აი კამაკ არაყი იმდენ დავle თეატრალურ შოუს წავალობდი მაგრამ ეს ტორფიანი ვისკი არ ვიცი და აი ეს იოდი და პირველი შეხება ლაფროათი და არდბეგათი არ მოგეწონა რატო სომენ რა ჩემი აქვე ვიტყვი ხა აი სადაც დაუკვირდი და პირველად რომ ესე შევიგრძენი და გავითავისე ესე ვთქვათ ვისკი ჩემთვის იყო არტბეგი 10. ხო. აუდ მაშინვე მივხვდი. მე რო გავსინჯე მივხვდი რომ ეს რომ მომეწონა, ესე ბჭყალებში ცუდად იყო ჩემი საქმე. მივხვდი რა მომეწონა. ახლა მე ნახე ეგრე კი არ ვიყავი რომ გადავაგდე და აღარ მივეკარე. ეს პირველი იყო ეს ვაიმე და ეს რა არის სადავარ საერთოდ რა დაბლიე. მაგრამ მე რომ დავგუგლე მოვძებნე კაცო რაღაცებს ლაპარაკობენ ამ ვისკიზე არც თუ აი ზუსტად მაგაზე მაქვს ეგრე ხო არ არის ეთქობა რაღაცა საინტერესო მე დავიწყე მივეპარე მეორე ცოტა სუნე რაღაც ამოწონ თამაში მე იქ რაღაც გეწავ კიდე სუნე ანუ იმ რაღაც მიღებული ინფორმაციის და შენს მიერ შეგრძნებები ინფორმაცია იწყებ ამის შეერთებას, შეჯერებას და შენი დასკვნების გამოტანას იწყებ და მე ნელ-ნელა დავმუღამდი რა და ამასობაში წავამეწია ვისკის მოყოლთა კლუბი უკვე ჩვენ უფრო ბრენდს ვსვამთ თუ ვისკს ეს თუმა ვისკის თუ ბრენდს ეხლა რაზეც ისაუბრე როგორც ისაუბრე როგორც ჩანს ვისკს ვსვამთ მაგრამ ვისკის ვსვამთ ვიწრო წრეში ვინცაც დიდი გამოცდილება გვაქვს თქვენ მე ჩვენი მეგობრები მაგრამ სამწუხაროდ მსოფლიო მასშტაბით ესე რომ დავთვალოთ დედამიწაზე რამდენი ვისკიც ისმევა უფრო ბრენდს ვსვამენ ალბათ იმიტომ რომ როცა არიცი რა ვიცი რა ისეთ სფეროში სადაც მე ვთქვათ ჩემი ცოდნა და კომპეტენცია არ მყოფნის რას ვენდობი ბრენდს ой ეს გამიგია ორი მაისური დევს ან ორი ქურთუკი სიტყვაზე და ერთ რაღაცა აწერია ჯოგორომ პოლორომ მეორე სახელი რა არ ვიტყვი კაი რაღაცნაირი ხო რა ერთნაირი რაღაცაა და ერთნაირი დაახლოებით ერთნაირი ფასია ხო არც დაფიქრდები და დოლჩენ გაბანას დაწაცებ ხელს ან გუჩის ან რაღაცას ვიდრე რაღაც სახელს იქ არ ვიცი შეიძლება ის ჯობდა რეალურად რაც ვისკი ხდება საერთოდ არ არის აუცილებელი რომ მჭექარე სახელი ეწეროს უფრო ნაკლებად სახელში გაცილებთ კარგი სიტყვა შეიძლება იპოვო მაგრამ როცა გარკვეული გასინჯული გაგიცი რა უნდა აიღო რა უნდა მიირთვა და კი ზუსტად როცა არიცი იყიდება მარკეტინგი ჩვენს ბლენდკასტში ყოველთვის გვექნება და გვაქვს ესეთი შეკითხვა ერთი რამე განსაკუთრებული ისტორია მოგვიყევით რაც ასევე მსმენელს დააინტერესებს განსაკუთრებული რამე რა გაგახსენდება უცებ ვისკთან დაკავშირებით რა თქმა უნდა გავიყვანდი მე სასტაცილო ისტორიებს რომელიც მარტო მე არ მემართება და მე მგონი ჩვენ ყველას გვემართება ვისკის მოყვარულებს აი დაახლოებით ეგეთი რაღაცები ანუ იმდენად ზედმეტ ინფორმაციას ვიღებთ აი რატო იცი ეგეთი რაღაცები ვიღაცები მიშდე რატო იცი ეს რაღაცა აი ამ ვისკის
აი ეს ეტიკეტი რომელ წელს შეიცვალა, რატო იცი, რომ ეს ეტიკეტი ამ წელს შეიცვალა, მაინც და მაინც ხო რაღაცა, რა ვიცი. და მე იმ წელს კიდე რაღაც შეიცვალა, ბოთლის ფორმატ, რატო უნდა იცოდე ეგეთ რა. მაგრამ ნუ ეხა ხშირად უყურებ, აკვირდები, გამახსოვდება ჩვეულებრივად უბრალოდ. ხო და ყველაზე მაგრად მეცინება ხოლმე და თან ის არ ხოლმე ხო გამოგიწირე ეგეთი არ ხოლმე კინოში რამე ისეთ კარგი ისეთ მილიარდები რა კინოში დახარჯული ეგეთი კინოში შეცდომა ხოლმე დაშვებული რა ვიცი რაღაცა სულ უბრალოდ რო უდევთ ის კონკრეტულ მაგალითებით შემიძლია მე მაშინ ვასკრინშოტებ და ჯგუფში ვდებთ ხოლმე და ვშაყირებთ ხოლმე რაღაცა რომ ანუ იქ აღარ ისაქნეს რა მიაქციის ყურადღება რომ სოპრანოს კლანში თქვათ მოქმედება ხდება ნუ ზუსტად აღარ მახსოვს თქვათ 80 წელს 80-იან წლებში 85 წელს ხდება მოქმედება და ზარს რო ურეკავს ის რა ქვია სოპრანოს თავის მეგობარი ეს კაცს როყებს 21 წლიანი გლენფიდიხი უჭირავს და ის ეტიკეტი გამოსულია 15 წლის მერე იმ მომენტში როცა იღებდნენ გლენფიდიხი რაც იყო არ იყო ის ეტიკეტი მაშინ გამოსული აი როგორ მიხარი ეგეთი და ეგეთი ვარ ხოლმე რა ძალიან კაია მე მიხარი რომ საქართველოში მსგავსი რაღაცები აი საქართველოში ფიქსირდება მსგავსი ცოდნები ვისკთან დაკავშირებით ძალიან კარგია და ძალიან ბევრი მოგვაძავს ალბათ რომ ჩავე დაინტერესდეს ნახოს რაღაცეები გაიგე ძალიან ბევრი გააკეთა ვისკის კლუბმა ძალიან ბევრს აკეთებს ფესტივალი ცოდნის ამაღლების მხრივ ძალიან გაიზარდა ესეთი პროფესიონალი ვისკის მოყვარულები. წერან დასუ დაახლოებით ეგ შეკითხვა და გამოვეხმაურები კიდევ ამ ცნობადობის ამაღლება მარტო საქართველოში თბილისში და ვისკი არ ხდება კაცო. ზოგადად წამოვიდა მსოფლიოში ალბათ 2000 წლების მერე ცოტა უფრო რა. უფრო ისე იყო რაღაცნაირად და სხვადასხვა ამერიკულ მას პოპ კულტურას დიდი წვლილი მიუძღვის ამაში რომ რაღაცა ნუ ის ქონდა ესეთი დრო აღმავალი პერიოდი და აღმავალი მერე საერთოდ იმას რა ქვია კინოს პერსონაჟს და ფულიანი ტიპია სახში თუმარიო მივა გარას გამოვიღეთ მაკალანს ხო რაღაცა სულ მაკალონები უდევთ იმათ იმიტომ რომ ნუ ეგრე იციან იმათ მე სკრიპტში ეგრე უწერია სცენარში მაკალონი მეიდოს რა იმ მაკალონმაც იმუშავა მაგისტვის კარგაბლომად კარგაბლომად დახარჯა ძალიან ბევრი მაგისტვის და მე იყო აი დაგვიდი ადრე 00 სვიჩია ის 50 წლიან მაკალანს როსვავს ხო მანდაც არის კი ნუ არის ბევრია ნუ მაკალონი ბევრი სხვა რაღაცები იჭდება ხოლმე მაგრამ აი ის უბრალოდ რაღაცა ნახე ჯერ კიდე როგორ იყო სკოჩი როგორ შეაპარეს ნამდვილად ეს რა ქვია პერსონაჟი შედიოდა ბარში ამერიკულ კინოში და სკოჩი დამისხი ეუბნებოდა ბარმეს რომელი სკოჩი რა სკოჩი არანე ამშლობა მაგრამ სკოჩი უკვე ხაზგასმული იყო რომ მე ცოტა სხვა ტიპი ვარ რა ბურბონებს ვამენ იქა ყველანი შოთებად აი მას სკოჩი შეუკვეთა რა და და მიბაძო აი კიდენ დაიწყო ნელ-ნელა და კარგი ხوارგონი რა გაცინებთ კაცო გაძვირდა მაგის გამოვისკი ეხა იაპონურმა იმ რეკლამის ინდუსტრიით თქონა მიწოდება და რაც ქნეს გაძვირება კომპანიების ამაგერად კმაყოფილი არიან 10 ჯერ გაზარდეს იაპონური ვისკის ფასი მათ ფილმებში რო გამოაჩინეს იაპონური ვისკები. რატო ახლა გემოაწოდია აქვს იაპონური? კარგია, მაგრამ სულ სხვა ფასი ღირდა და ეხა სხვა ფასი ღირს. 10 ჯერ არის ევროპისთვის გაძვირებული იაპონური ვისკი. დახმები, ნუ რა გაყარკულხარ. კი ბატონო, ეგრეთება. საფრთხე აი ცოტა არის აირდაირია ვისკი, სოფლიოს ვისკის ბაზარზე რაღაცები აირდაირია, მაგრამ ნუ არ აუშავს. ბლენდკასტში ესეთი კითხვები გვაქვს სწრაფი ბლიცი იქნება და რაღაცებს ცოტა შეგეკითხებით და ვნახოთ აბა როგორ იქნება ხო? პასუხებზე 3 წამი. დავაი. კითხვებზე უფრო მეტი დრო დამჭირდება ვიდრე პასუხზე. რეალური პასუხები რო გავიგოთ რას ფიქრობ. შეკითხვაზე უფრო მეტი დრო დამჭირდება ვიდრე პასუხზე, იმიტომ რომ პროფესიონალთან ვზივართ. კაი. ფიტით თუ ნონ-ფიტით? როგორ? ვერ გავიგე. შებოლილი თუ არა შებოლილი? ფიტით ვერ გავიგე. შებოლილი თუ არა შებოლილი? შებოლილი. თუ მაგორ შორის ვიჩებ შებოლილი. ბურბონი თუ სკოჩი? სკოჩი. აჰა, მშვენიერია. რა მარტივი კითხვებია? არა, ძალიან ხო. არ გართულებ რა. იმედია. კარგი, გავაგრძელეთ. დეგუსტაციებზე ადამიანები რეალურად გემოს გრძნობენ თუ უბრალოდ თავს ორივე. ორივე, იმიტომ თავს იტყილებიან. რაღაცებს ისაუბრე, მაგრამ მაინც უნდა კითხო, ბრენდებს ვამთ თუ სითხეს? მე სითხეს. აი. ვალერი. კონტრო ბრენდებს ვამთ. ალბათ. მართალია უკეთესია ძვირი ვისკი თუ უბრალოდ 90% შემთხვევაში მართალია. ძვირი ვისკი უკეთესია. მხოლოდ ერთი ბოთლი, რომელიც ცხოვრებაში უნდა დაგრჩეს. მივიდა მაინც ბოლოს მაინც ისახნა რა, მომცელა რა. დისტილერია, რელიზი თქვა და არის. ერთი დისტილერია, რომელსაც დაიტოვებდი შენთვის. ლაფროიკი.
აჰა. რითი დაიწყო, რითიც დაიწყო. ნახე. წლიანი ოღონდ კასრის სიძლიერე. ეგ იყო რომ ამოვდი რომ თავიდან არ მოგეწონა. რომ არ მოგეწონა ის რისკი. რომელიც არ მოგეწონა, აი ტოქსიკური აი დაახლოებით იგივე ისტორია მოვყავი პირველ ეპიზოდში და ეს არის რეალობა რა. რა უფრო რთულია, დეგუსტაცია თუ აუდიტორიის მართვა? დეგუსტაცია მარტივი არ არის. ხო თითქოს ცალსახა პასუხი არის ამაზე, რომ ავტორის მართვა ძნელია რეალურად. მთელი ცხოვრება მაგას ვსწავლობ ბოლომდე, ჯერ კიდევ ვერ ვისწავლებ, თლად კარგად ესე ვთვლი. და დეგუსტაცია ვიღაცა იტყვის რომ არ არის მარტივი მართლა თუ კარგი დეგუსტაცია გინდა გააკეთო მოაწყო და შენთვისაც საინტერესო გახადო შენ ამისთვის რაღაც ცოდნა უნდა აგრო ვიღაც უნდა კითხო და მე რაღაცა ხალხი უნდა გისმენდეს თავში რა ხო დეგუსტაციის დროს ხო ნუ არ ვიცი ორივე შემთხვევაში ხო ავტორის მართვა. აი მოდი მე დაუბრუნდები ხა წეღარ დავიწყე და მე ვიტყვი მეთქი ხა ვიტყვი მაგას ვისკის ფესტივალზე თქვენ. ორ კითხვას დაგისვენე და მე გავიგე. ბლიციდან გავედით. ბლიციდან ვარ გავიდეთ, დამავიწყდა. აი თან ფესტივალთან დაკავშირებით კითხვები მაქვს. ორი სულ რაღაც. ფესტივალის სცენაზე უფრო შოუმენი ხარ თუ ექსპერტი? არა, შოუმენი უფრო. იმიტომ რომ იქ ხალხს ჭირდება ვიღაც ვინც ელაპარაკება რაღაც კეთილ განწყობას გადასცემს რა. ერთი სიტყვით ფესტივალი. ერთი სიტყვით და მე გაშლი. ერთი სიტყვით ფესტივალი არის ერთი სიტყვის მოძებნა რა ეს არის. რამე კარგი ხალისი. შვენიერი. კაი, რაღაცა გიძდა გეთქვა. ვაუ. რამდენად მეთქვა და აი ფესტივალს დავუბრუნდები, ფესტივალზე ხალხის შეკრება უფრო თავარია მეთქი რომ ახსენე საუბრის დასაწყისში და მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თითოეული ის ადამიანი, ათასობით ადამიანი, ვინც ფესტივალზე მოდის, ორი დღის თუ ერთი დღის განმავლობაში როგორც ტარდება ხოლმე, იმათ არც ისე აკლიათ ის ვისკი ისედაც უყართ სახშიც დალებენ და ასე შემდეგ, მაგრამ იქ რატო ხდება განსაკუთრებული გასინჯვა და იქ მასტერკლასებში მონაწილეობის მიღების, გათამაშებების და ყველაფრის მიღმა მარტო აი ხალხის შეკრება და მე დამერწმუნეთ შემიძლია ვთქვა, რადგანაც უამრავი ივენთი და უამრავი რაღაც ეს ხალხთან კომუნიკაცია მაქვს წაყვანილი და გაკეთებული ამ ხელაბიჯი ვარ უკვე და ის ავტორებს ვცნობ რა რაღაცა იმათგან მოდის არათუ წაყვანის დროს არამედ თეატრში მსახიობიც კი ესეც ვარით მოგეხსენებათ მაყურებელს ვერ ხედავ იქით სრული სიბნელეა მაგრამ იმას გრძნობ შენ იმ მაყურებელს გრძნობ აი სიჩუმითაც კი გრძნობ აი ჩუმად გასუსული რო ყველაზე ის ზუსტად ანთებული თვალებია. დაძაბულები არიან და გიყურებენ. ანუ ვერ ხედავ, მაგრამ ეს მოდის. სრული სიჩუმეები სხვადასხვანაირია. ეს სრული სიჩუმე სხვადასხვანაირია რა და აქაც ეგრე ხდება ეს აუდიტორია ვინც იკრიბება რაც უფრო დრო გადის კიდევ უფრო ემატება იზრდება აუდიტორია როგორც მასები ჩვენი როგორც აი ერთი რაღაცა ინტერესით შეკრული საზოგადოება უკვე საინტერესოა კარგია ის საზოგადოება ჯანსაღი ურთიერთობებია ჯანსაღი სიცილია და კარგი გარემოა მთლიანობაში კარგი გარემო კარგი აურა მთლიანობაში და ამ გარემოს და ამ აურას ვერავინ ქვეყნად ვერ შექმნის ვერც თქვენ ვერც მე წამყვანი და აბსოლუტურად ვერავინ სულ მილიარდები დახარჯო ვერ შექმნი თითოეული ადამიანის ერთად შექმნილი საზოგადოების მინი მოდელი არის ხოლმე და ფესტივალმა მოახერხა ამ საზოგადოების მინი მოდელის ძალიან მაღალ დონეზე აყვანა. კარგი მინი მოდელის შექმნა შეძლო. ხო, ეს ამ ხალხის შეკრა შევძელით. ხო, ზუსტად. ერთ ადგილას მოუყარეთ თავი. კი ბატონო, ის ორი დღე განსაკუთრებული დღეა ხოლმე ყველას. მე ამას განსაკუთრებულად გძნობ. მაქვს ამის გამოცდილება, თამამად დამრწმენია და იქიდან სცენიდან როცა ხალხს თლიანობაში ხედავ და ვეკონტაქტები, უფრო ხედავ ვიდრე თქვენ რომლებიც ქვევით რაღაც მუშაობთ, ძალიან ნერვიულობთ და გინდათ რომ ყველაფერი კარგად იყოს. ძალიან კაია. შენ ხედვა ისეთი გაქრა არ გამოგწევ. ასე რომ ძალიან დიდი მომავალი აქვს ფესტივალს, მე ასე მგონია. მიხარია და ჩვენი უცვლელი წამყვანი. ძალიან მალე 16-17 მაისს უკვე შერატონ მეტეხი პალასში შევხვდებით ერთმანეთს. ჩვენს ბლენდკასტს აქვს ერთი ესეთი კითხვა. კარგი იქნებოდა თუ აი რა იქნებოდა უკეთესი, რა იქნებოდა, აი როგორ ფიქრობ? რას შემოამატებდი? მე გამოცდილებაც გაქვს, ცოდნაც გაქვს ამისთვის. ვისკის დამართებაში ვლაპარაკობ ხოლმე. კინოზე მე მომყვანს. ვისკიშიც კაი გამოცდილება. შეიძლება მე ფილმ კასტის გაკეთება და ეგ სამომავლო. მე რა მინდა იცი? რადგანაც ვისკიზე ვსაუბრობთ და ჩვენ ვართ ადამიანები და ვაერთიანებთ კიდევ უამრავ ადამიანს, იქით. hello. ვინც ამ სფეროში თავს კარგად გრძნობს და უყვარს გასინჯვა და თავგადასავლების და ემოციების ძებნა სითხეში. მე მინდა რომ ეს ხალხი
არ იჯდეს მას რაღაც ვებ გვერდებიდან, არ იწერდეს რაღაცებს, ვისკებს განსაკუთრებით. არ ელოდებოდეს მე გატეხილი ბოთლის შემოსვლას და ასე შემდეგ რაც ხდება ხოლმე. არ ხდება ხშირად, მაგრამ ხო ხდება რა მნიშვნელობა. ნუ რა თქმა უნდა. აი აქ მინდა რომ იყოს ყველაფერი. ეხლა აქ რო იყოს ეს ყველაფერი, ბიზნეს მოდელს ლაპარაკს არ დავიწყებ და ვერც დავიწყებ, მაგრამ აქ როგორც კი მე ესე ვფიქრობ, რომ თუ კი ცოდნა ნელ-ნელა ამაღლდება, შესაბამისად გაიზრდება მოთხოვნა. ოღონდ სწორი მოთხოვნა გაიზრდება. მოთხოვნა რა გაიზრდება შესაბამისად იმოქმედებს ჯამოვაბაზები ხო მაგაზე ესაა. ნაგავი აღმოჩენილა რაღაც ვისკი, ხო? იმას მე აღარ შემოიტანენ. ის შემომტანიც ნელ-ნელა უფრო მეტს ისწავლის, მოხმარებელმა მეტი. იმპორტიორი მუშაობს იმაზე, რომ რაც არის მოთხოვნა. რა თქმა უნდა, იაფად ვიყიდო არ არის, ის იაფად ნაყიდე რომ აქ აღარ გაეყიდება, ეხა ეყიდება, გაიგე შენა. აღარ გაეყიდება, იმიტომ რომ უფრო ბევრმა გაიგო კარგი ვისკი რა არის და ისიც გაიგო შესაბამისად რომ ეს არ ვარ რა გემურია და არ ვიყიდი და მეორეჯერ იმ იაფიანს აღარ შემოიტანს. მარტო იაფიანს კი არა, მე იმიტომ ვთქვი რომ ის იაფის გამო ნებისმიერი ხარისხის სითხე რომ შემოდის ხოლმე. მე მინდა რომ აქ იყოს აი ამ მოთხოვნის და ცოდნის შესაბამისად შექმნილი დიდი არჩევანი. დიდი კარგი არჩევანი, ფას ესე ვერ განსაზღვრებ მე. რა თქმა უნდა, ვისკი ვერ იქნება იაფი და არც გჭირდება იაფი ვისკი, თორემ იაფი ვისკი ჩვენი ხო არ გავაიაფო, რაც ღირს იმის მწარმოებელი, რაც ადებს ვიძულებული ვარ, გადავიხადო და ნუ რა თქმა უნდა, ხა ამდენი წელი რომ უნდა დაძვერდე არჩევანი მინდა დიდი იყოს და ამ არჩევანს განაპირობებს ისევ და ისევ აი ეს ნაბიჯ, რასაც აკეთებს ემატება ვისკის ფესტივალი და საზოგადოების ცნობადობის გაზრდა, რომ მათ უფრო მეტი იციან, უფრო მეტი გამოცდილება და უფრო სწორი მოთხოვნილება და მეტი არჩევანი შევთავაზოთ. აი ეს ეგ არის ზუსტად ძალიან ბევრი ახალი კომპანია გვიდა შემოვიდეს. კუთხიდან გიპასუხებ, ჩვენ კიდე უფრო მეტი რაღაცა ვიცით წინასწარ ემატება იმპორტიორები, აი ფესტივალზეც მაგალითად ორი ახალი იმპორტიორი იქნება, რომელიც ქართულ ბაზარზე ჯერ არ არის შემოსული. აი ახლა მარტის თვეში მაგალითად ჩამოვა პროდუქცია, პირველად ყველაფერს წარადგენენ ფესტივალზე, სრულიად ახალი კომპანიაა და დაიწყებს ოპერირებას ქართულ ბაზარზე და ესეთი ბევრი იქნება და რა თქმა უნდა ძველი იმპორტიორებიც ბაზრის დიდი მოთამაშეებიც გაითვალისწინებენ და ითვალისწინებენ ყოველთვის ჩვენას და მომხმარებლისას და იქაც გაიზრდება კი საფრანგეთიდან ფრანგული კომპანია, ქართულ ფრანგული კომპანია იმპორტიორი შემოიტანს ფრანგულ ვისკებს, რაც ქართულ ბაზარზე იშვიათია, ალბათ მხოლოდ ერთი მახსენდება აქამდე, რაც ქართულ ბაზარზე იყიდებოდა ეს იქაური წარმოების ვისკი. ეხლა გვექნება რამოდენიმე ბრენდის ფრანგული ვისკების ქართულ ბაზარზე. გავსინჯავთ ფესტივალზე. კეთილი. დავაგემოვნებთ. რა ვიცი, მადლობა დავით. პირიქით, მადლობა თქვენ და პირველი ეპიზოდის პირველი სტუმარი ხარ, როგორც ჩვენი პირველი ფესტივალის პირველი წამყვანი. ამიტომ პირველი ხარ ყველაფერსი და ძალიან ამისთვის. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მომავალში გვერდით დაგიდგებათ. აქაც, იქაც. ყველგან მინდა თქვა, რომ აი გვერდით დგომა გჭირდება და აი ამას ყოველთვის გრძნობ თქვენგან დავით და აი მართლა ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. და თქვენ კიდევ რავი თუ ვინმე ახლა გვიყურებდით და თქვათ უფრო დამწყებ პოზიციაზე ხარ და შეიძლება რაღაც კითხვები გაგიჩნდათ, უფრო მეტი საუბარი შეიძლება და აქ ეს საუბრები მე მომავალში მე დარწმუნებული ვარ შედგება უფრო დეტალურად, იმიტომ რომ რატო არის ეს ვისკის დალევა ეგეთი რაღაც აიღე დალიეს ასმელი ხო, დათვერი, არ დათვერი იცეკვე. ეგრეც ხდება, კი ბატონო ეს ნაწილი დევს ვისკის მაგრამ იქ კიდე ბევრი რამე დევს და ამას ცოტა რაღაც დაინტერესება უნდა. როცა დაინტერესდებით, მე მიხვდებით, რომ თქვენს ყლუპამდე სანამ მოვიდა, იმან წლები გაიარა, დიდი, აი წარმოიდგინეთ რაღაც ძველი, დიდწლიანი ვისკები, რომლებიც არის, რომელმაც ცხოვრება დაბადებიდან დაიწყო როდის იცი? როდესაც საქართველოში არ იყო გაზი, 90-იან წლებს გულისხმობ, ჩამქრალი იყო, რაღაცა ზვიადის პერიოდიდან გარდამავალი შევარდნა. აი ის პერიოდი იმის მერე იმ ვისკიმ იმ კასრებში სადაც იარა გზა გამოიარა, აი თქვენაც გახსოვთ ზვიადის პრეზიდენტობიდან შევარდნა ეს ეპოქები, ეს ყველაფერი დროები, აი იმანაც გამოიარა. იმ დროს კასრში იყო და ვარგდებოდა. ესეც მოდის, იქიდან მოდის, ამხელა ისტორია ხო? მე შეგმო იცი, წარმოებლის ისტორია, წარმოებელი გეუბნება რომ ჩემი მასტერ ბლენდერი, მაგრამ მე ხვდები რომ ეს მასტერ ბლენდერი რო აკეთებდა და ის რო წავიდა და სხვა რო აიყვანეს, შეიცვალა ვისკი. ამას სხვა გემო შენ ის მოგწონს თუ ეს კი არა მთავარი. აი ამდენი რაღაც რო გიგროვდება, მე სანამ მიხვალ იმ სითხესთან, აი სანამ
ჩაასხამენ ჭიქაში და დახედავ და დასუნა, მანამდე უკვე შენ მთელი ამბავი გაქვს, მთელი თავგადასავალი გაქვს მომზადებული ამასთან ერთად და მე გასინჯვასთან ერთად ეს ყველაფერი ფეთქდება და მოდის შენამდე, ხო? ის გიყვება მთელ ამ ამბავს და შენც აი ესე ეურთიერთები რა. ეს იმას არ ნიშნავს ოღონდ რომ დაждდეთ და მარტო ამას უნდა ეურთიერთო. ეს ხალხთან ერთად ჯობია ეს ყველაფერი. აი ეს ყველაფერი გვინდა რომ ისწავლოს ქართველმა მომხმარებელმა. შევასწავლოთ, როგორც აი პირველი ფესტივალის ამბავს მოყვები ისევ, სადღაც 3000 ჭიქა, 3000 გლენკერნი დაურიგეთ ჩვენ სტუმრებს საჩუქრად, რომ აი 3000 ოჯახში ყოფილიყო სწორი ჭიქა, ანუ რითი უნდა გასინჯოს, რითი უნდა შეიგრძნოს ნამდვილი ვისკის არომატი, გემო და ჩაწუდეს შიგნით აი ამ სულს, რასაც ეხა შენ ყვებოდი, რომ აი სადღაც 20 და 30 წლის უკან რო დაიბადა და დისტილერდა ეს სპირტი, როგორ მოვიდა ჩვენამდე რა გზა გაიარა, ამას ჩვენ ხედავთ და გძნობთ მერე იმ ჭიქაში. რა თქმა უნდა. მადლობა დავით სტუმრობისთვის. იმედია საინტერესო პოდკასტი გამოგვივიდა. ჩვენი დრო იწურება. თუ მოგეწონათ, გაუზიარეთ მეგობრებს, განსაკუთრებით იმ მეგობრებს, ვისთან ერთადაც გიხარიათ თითო დრამის დალევა. გამოგვიწერეთ და გვიყურეთ ყოველ 4 შაბათს. ვისკი დროს ინახავს ჩვენ მის ისტორიებს. ეს იყო Blendcast. დაგემშვიდობებით.